დილა მშვიდობისა, მოგესალმებით. დადგა გაზაფხულის ის პერიოდი, როცა ნელ-ნელა შეიძლება უკვე ვიზრუნოთ ტერასების, აივნების, გარეთ ეზოების მორთვაზე, მოლამაზებაზე. აყვავდნენ პეტუნიები ჩამოსაკით ქოთნებში, აყვავდა რა თქმა უნდა ბევრი სხვადასხვა ჯიში, რომელიც უკვე ზაფხულის ყვავილებად ითვლება და ნოემბრამდე, ოქტომბრის ბოლომდე იყვავილებენ. რა საკვირველია ჩვენ დიდად მომზადებული შევხვდით ამ სეზონს და ბევრი ჩვენი და ბევრი სხვისი ნამუშევარი გვაქვს შეგროვებული და მომზადებული გარდენიაში, ჩვენს ბაღში, რა თქმა უნდა, ბევრი საგაზაფხულოდ მოყვავილე, ზაფხულში მოყვავილე ყვავილი ყვავის ახლა თუ ჩამოსაკიდებელ ქოთანში, თუ სააივნე კონტეინერებში, თუ პატარა ჩითილებად რომ თვითონ გადარგონ და მოამზადონ ადამიანებმა და ეხლა ნელ-ნელა ის ამპელური პელარგონიუმები, რომლებიც ჩამოსაკით ქოთნებში უკვე ყვავის, დროა უკვე შეიძლება უკვე რომ დავიწყოთ მათი გამოჩენა, გამოფენა და გარეთ გამოტანა. მე დღეს თქვენთან სპეციალურად და საგანგებოდ ძალიან არ გავიპრანჭე და მოვამზადე ასეთი ჩვეულებრივი ტაშტი. ორი ცალი რა თქმა უნდა, თიხის ქოთნები დღეს არ გვინდა და პატარა მაგალითით, ჩემი შემიძლია გიჩვენოთ ერთი ჩვეულებრივი კომპოზიციის აწყობა, ასე ემალის ქვაბი მაქვს ტაშტი მოგროვებული, რა თქმა უნდა, ჩემმა თანამშრომლებმა მომიმზადეს და გახვრიტეს, 5 ნახრეტი აქვს, თავში, ბოლოში და შუაში, რომ წყალი არ დადგეს და ასეთი ძველი ჭურჭელი, გამოუყენებელი ჭურჭელი შეიძლება თქვენც ბევრი გქონდეთ და შეიძლება ამ დეტალის, ამ მასალის ისე გამოყენება, რომ ლამაზი კომპოზიცია გქონდეთ. სხვათა შორის თავიდან ბევრს ვგავდი ხოლმე. ბევრს ვგავდი ამ ტიპის ჭურჭელში, ბევრ კომპოზიციას ვაწყობდი და ჩემი თანამშრომლები ცოტა არ იყოს გაკვირვებულები მიყურებდნენ. და ამბობდნენ რომ ვის უნდა ახლა ამას ვინ მოიწონებს, ვინ და პირველი შემთხვევა იყო, როცა გავაკეთე განსაკუთრებით მაშინ არ იყო ამის დიდი მიმღებლობა, მაგრამ კომპოზიცია რომ გაიმართა, გაფუშფუშდა მაშინდელი გერმანიის ელჩი იყო მოსული. ელჩის მეუღლე. ქალბატონი მაია ჰენიგი იყო ასეთი ქალბატონი და დაავლო ხელი და ჩემი პირველი გამზადებული ტაშტი მაშინ ეს ხდება 20 წლის წინ წაიღო. და ეს იყო მაშინ პირველი აღიარება ჩემი ტაშტების და მე სულ სიამაყით და სიხარულით ვაკეთებდი. რა თქმა უნდა, მიწით შევავსებ და თქვენთან ერთად ახლა მომზადებული მაქვს კარგი ყვავილები და შევეცდები რომ გემოვნებიანი კომპოზიცია გიჩვენოთ. ზურა ჩალათაშვილი დღესაც არ გვყავს, საპატიო მიზეზი აქვს ზურას, პატარა მანიპულაცია დასჭირდა სამედიცინო და არაა მთლად იმ ფორმაში რომ დღეს შეძლოს ჩვენთან ყოფნა. ამიტომ მარტო მიწევს თქვენთან ყოფნა. იცით რა, ბევრი ყვავილი მაქვს, ახლა კი ხედავთ, ან როგორი პეტუნიები მაქვს მომზადებული, როგორი ფერადი, რა მშვენიერი ფერებია რა, კარგ ფორმაშია. თავი რომ დავანებოთ პეტუნიებს, როგორი სუმბულებია, ნახეთ. რა ფერიანი და როგორი სურნელოვანი. ახლა სუმბულის სეზონია. ბოლქვიანი მცენარია და რა ლამაზია და უხდება ყველაფერს, რასთან ერთადაც არ უნდა დარგოთ. ვარდისფერიც იყო აქ სადღაც. აი როგორია. რა კარგად გამოიყურებიან და როგორი სურნელი აქვს, მაგრამ მე ვარჩიე მაინც რომ მრავალწლოვანი მიხაკები ამოვარჩიო და მიხაკების კოლექცია გავაკეთო ამ ტაშტში. მიხაკი დაბალი დარჩება, თუ მზიანი ადგილი გექნებათ, იმ მზიანი ადგილისთვის განსაკუთრებით, ასეთივე დაბალი დარჩება, როგორსაც ახლა უყურებთ, ერთი რასაც გააკეთებს, გადმოვა ამ ტაშტიდან. გადმოეფინება ცოტა და მთელი ზაფხული, გვიან დაზამთრებამდე, აი ნოემბრის ბოლომდე იყვავილებს. გარეთ ქონდა ზამთარში დატოვებული, ეს ის ჯიშია მცენარეების ის ჯგუფია, რომელიც შეგიძლიათ ზამთარში გარეთ დატოვოთ, მთელი ზამთარი ყვაოდა. მე მგონი რომ 1-2 შეიძლება კიდე დამჭირდეს, მაგრამ შემიძლია აფრიკული გვირილა გაურიო, რახან აქ მეტი არ მაქვს მომზადებული. რადგან მრავალწლოვანი ფერადი მიხაკების კოლექციით თავი მოგაწონეთ, მაინც ჯობია
საერთოდ ამის მომხრე ვარ და შემიძლია ეს რჩევა გაგიზიაროთ, რომ ერთ ქოთანში იყოს ერთი ფერის ყვავილი, არ იყოს შერეული. ეს ქცევა, ეს მოქმედება უფრო ნაკლებად პრეტენზიულია, ნაკლებ ცოდნას, ნაკლებ გემოვნებას, ნაკლებ რისკებთანაა დაკავშირებული. ერთი ფერის ყოველთვის ლამაზი გამოვა. ეხლა მე მომზადებული მაქვს აქ ყუთში, აი ეს ფერად ყვავილიანი ჯუჯა მიხაკი, როგორც უკვე გითხარით, მრავალწლოვანი. ამ კოლექციას სხვაგან გამოვიყენებ, რა თქმა უნდა, სხვა დეკორაციებში, სხვაგან. აქ მირჩევნია, რომ აი ეს ფერები ერთი ფერი ავარჩიო. თან ფორმითაც ერთნაირია. სხვადასხვა ფერი სხვადასხვანაირად იშლება, სხვადასხვანაირად იზრდება, ფორმა აქვს სხვადასხვანაირი. ამიტომ ცოტა შეიძლება ერთმანეთში აირიოს. ასე ჯობია. ამ ქოთანს დასჭირდება თუ უცებ გვინდა ეფექტი და უცებ გვინდა რომ გავალამაზოთ, დასჭირდება 12 ცალი. თუ გვინდა რომ და გვაქვს საშუალება იმისი რომ დაველოდოთ, მაშინ შეგვიძლია 5-4 ცალიც ჩაირგას და მერე დროის გასვლის შემდეგ შეავსებს. ასე კარგად მოვწიოთ თქვენსკენ, ცოტას თქვენსკენ გადმოვახედებ, ქვას შეუდებ, რომ კარგად გამოვაჩინოთ და დავიწყებ ქოთნიდან ამოღებას. აი, კარგად ხედავს მაყურებელი, როგორ აქვს შეკრული ფესვი. რა თქმა უნდა, ამას გამოვაწიწკნით, გამოვაცლით და ისე ჩავაწყობთ. იმისთვის, რომ ჩვენმა დარგულმა კომპოზიციამ, ამ შემთხვევაში ემალის ტაშჩი დარგულმა კომპოზიციამ კარგად გაიხაროს, თქვენ გაგახაროთ და თავი იგრძნოს კარგად, ერთი და აუცილებელი პირობა გახლავთ ის, რომ უსათუოდ უნდა მოაცალოთ გადაყვავილებული ყვავილები. მაკრატელია საჭირო, ჩაუყოფთ მაკრატელს და ღეროიანად ამოაჭრით გადაყვავილებულ ყვავილებს. არ უნდა მისცეთ საშუალება, რომ დაიხარჯოს ფესვები, გაიძლიეროს და არ უნდა მისცეთ საშუალება დაიხარჯოს თესლის მომწიფებაზე. დათესლებამდე არ უნდა მიიყვანოთ. თუ დათესლებამდე არ მიიყვანთ, მაშინ ახალ კოკრებს, რომელიც ასე უხვად აქვს და მოდის გაუთავებლად, მიეცემათ გზა და გააგრძელებენ ყვავილობას. აი ეს ნაბადივით შეკრული ფესვები მოვაცალე და ეხლა დავიწყებ ჩარგვას. რა კარგად აქვს შეკრული, შეხედე? ეს ნიშნავს იმას, რომ ძლიერია. 2 ცალის დარჩა და უკვე დავრგავთ. ნახეთ, ეს ახლა მარტივი მეთოდი ავარჩიე მე თქვენთვის საჩვენებლად. და იოლი ხერხი შემოგთავაზეთ, რომ არაურიოთ კომპოზიცია. ერთი ყვავილით გავავსოთ. რა თქმა უნდა, შეუძლია გამოცდილ ადამიანს, გემოვნებიან ადამიანს, შეიძლება არ იყოთ გამოცდილი, მაგრამ გემოვნება მოიშველიოთ, რომ სხვადასხვანაირი ყვავილებისგან მოაწყოთ თქვენი მიკრობაღი. ამ შემთხვევაში აუცილებლად კომპოზიცია სჭირდება ცენტრი. ეხლა ამ შემთხვევაში არა. იმიტომ რომ ყველა თანაბარია და ფაქტიურად გავაკეთეთ ტახტს ვეძახით ჩვენ სამებაღეო ენაზე, ასე ტახტივით გადაიფურჩქნება და იქნება ლამაზი ერთი დიდი თაიგული. რაც გაგახარებთ და სხვა კომპოზიციებს რომ ავაწყობთ, იქ სხვანაირ სცენარეს დავრგავთ და იმითი ავაწყობთ მერე დიდ კომპოზიციას. თუ გვინდა რომ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში ერთ ჭურჭელში ვქონდეს კომპოზიცია, შეკრული კომპოზიცია, მაშინ ვიღებთ აუცილებლად ცენტრს. ეს ცენტრი შეიძლება იყოს შუაში, მაგალითად სიტყვაზე ვთქვათ, პეტუნიით გავაკეთებთ ცენტრს და ირგვლივ გავაკეთებთ კომპოზიციას. მეორე ვერსია არსებობს, რომ ცენტრს დავტოვებ თავისუფალს და ამ ცენტრალურ მცენარეს ერთს ან სამს გავაკეთებ ცალმხარეს გვერდზე. აი ნახეთ, 2 და აი 3. აი ასე. ეს იქნება უკვე ამ კომპოზიციის ცენტრი. აქეთ დავრგავ რომელიმე ისეთ მცენარეს, რომელიც დაბლა ჩამოეფინება და ამ მეთოდით ეს კომპოზიცია გაფართოვდება და გაიშლება. ეს ზევით წაიღებს ცენტრს და აქეთ გადმოეფინება. მაგალითად, რომელიმე ერთ-ერთ ამპელურ ქოთანში გაზრდილ პეტუნიას, რომელიც ფერში მაწყობს ამპელური ჯიშის ყვავილს, ამოვაბრძანებ თავისი კონტეინერიდან და ჩავსვამ აქ.
აი ნახეთ. აი ასე. და ამას მივცემ გზას უკვე ქვემოთ. აქეთ რომ წამოვიდეს. და დანარჩენ ადგილს შევავსებ იმ ძირითადი ყვავილით, როგორიც არის მიხაკი. სულ რაღაც ერთ კვირაში ეს ყვავილი დაალაგებს თავის ფორმას, მიიღებს თავის ზომას, წონას, გადმოსაფენი გადმოეფინება, გასაზრდელი გაიზრდება, მიხაკი ფონს შექმნის და შეავსებს და მივიღებთ უკვე მზა, უკვე შედეგს მივიღებთ და დავინახავთ იმას, რაც ერთად ვცადეთ. ჩვენ ამ შემთხვევაში დაუბრუნდეთ იმ ჩვენს მარტივ ფორმას და ერთი კომპოზიციით ავაწყოთ, ერთი მცენარით ავაწყოთ კომპოზიცია. მე მომარაგებული მაქვს და შენახული მაქვს ბევრი გატეხილი ლამაზი ჭურჭელი, რომელიც გადასაყრელად მენანება. თეფშები სხვადასხვანაირი, სხვათა შორის ძვირფასი თეფშები, რომელიც თეფშად და სამზარეულოში აღარ გამოდგება, მაგრამ ამ კომპოზიციის გასამშვენებლად შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. ნახეთ როგორ ცოტა ადგილს მივცემ. ახლა შეიძლება კი მიჯრილი ლამაზად გამოჩნდეს, მაგრამ მაინც ადგილს მივცემ. აი ასე. ადგილს მივცემ იმისთვის, რომ შემდეგი თვეები მოახერხოს გაზრდა. აი ასე. კარგია. ეხლა რა თქმა უნდა იმ ცარიელ ადგილებს შევავსებ მიწით და უკვე სამშვენისად გამოვიყენებ თეფშებს. ბევრი იტყვის რა შუაშიაო, მაგრამ უხდება. იმ თეფშებს ძალიან ბევრს აქვს ლამაზი ყვავილებიანი ორნამენტი და ძალიან ორიგინალური და ლამაზი დეკორაციაა. თან რაღაცა მგონია რომ რომანტიული ბაღისთვის ადამიანებს ძალიან მოეწონებათ და ამ დიდ ღრმა ჭურჭელს ერთი პლუსი აქვს. არ ხურდება მიწა ადვილად. რაც უფრო ღრმა არის სააივნე კონტეინერი, ხშირად მოაქვთ ასეთი პატარა თხელი 10 სანტიმეტრის სიმაღლის პლასტმასას ქოთანი. და იმ პლასტმასას ქოთანში პრობლემა არის ის, რომ ზე მთლიანად ახურებს იმ კონტეინერს. ზაფხულში და მცენარე იხარშება, ფესვები უფუჭდება. რაც ახლა ამ ჩვენს ტაშს არ ემუქრება, რადგანაც ღრმა არის. 1-20 სანტიმეტრი ხომ მაინც არის ამისი სიღრმე. მიწის მასა დიდია, შესაბამისად დიდი ადგილი აქვს ფესვებს და მცენარეს, რომ კარგად გაიზარდოს. ასე. აი მშრალი მიწით შევავსებთ. სანამ არ დავამთავრებთ, მანამდე რა თქმა უნდა არ მოვწყავთ. და მიხაკების ბაღი გამოგვივა. მე რომ მკითხოთ, ამ მიხაკის თეთრი ფერი, ჭრელში თეთრი ხო აქვს, ბევრი ურევია, ის თეთრი ამ თეთრთან ძალიან ეხამება. აი ასე. აი ბატონო. ეხლა ამას კარგად გავასწორებ. სადმე ვნახავ რომ ცარიელი ადგილი არ დამრჩეს, მიწით თანაბრად შევავსებ, მორწყვამდე რა თქმა უნდა გავასწორებ. ასე ბატონო. და ეხლა თეფშებს მოვიტან რომ გავალამაზოთ თქვენს თვალწინ. ამ მეთოდს მე ხშირად მიმართავ ბავშვობიდან. ეხლავე ავიღებ თეფშებს და გავალამაზებ. აქ უნდა მქონდეს. აი მაგიდაზე მაქვს მან მოწყობილი. ეს ჭურჭელი ყველა ძალიან ძვირფასი და ლამაზი ჭურჭელია, დაზიანებული, რომელიც თეფშად აღარ გამოდგება, მაგრამ დეკორაციას ძალიან დაამშვენებს. აი ნახეთ, თან ფონს გაუკეთებს ჩვენს დეკორაციას და თან სილამაზესაც შეიტანს. აი ასე. ნახეთ რა ლამაზია და უკვე ჭურჭლად აღარ გამოდგება. ცოტა ჭუჭყიანიცაა. აი ასე. თან შრეებს გააკეთებს. ეს იებიანი თავის დროზე ალბათ როგორ იწონებდა თავს ძვირფას სუფრებს. ბევრი მედავება რა შუაშია მიწაში თეფშებიო, მაგრამ გემოვნებაზე არ დაობენ.
ვისაც როგორ გენებოთ და მოგეწონებათ, ისე გააკეთეთ. მე ეს კომპოზიცია მომწონს, ეხლა დავდგამ ზიან ადგილს მიუჩენ, მოვუვლი კარგად მოვლა მიხაკების შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ გადაყვავილებულ ყვავილებს ამოვაჭრი, ორ კვირაში ერთხელ მივცემ ელექსირს, რომ კარგად იკვებოს და არ დააკლდეს საკვები იმისთვის, რომ უხვად იყვავილოს და მთლად გადაიფუჩქება. 2 კვირის შემდეგ აქ მიწა აღარ გამოჩნდება, მთლიანად იქნება სავსე და უხვად მოყვავილე. იყვავილებს დეკემბრის დასაწყისამდე და ზამთარშიც თუ შედარებით თბილი ამინდები იქნება. თუ არა ზამთარში გაჩერდება დარჩება მწვანედ, გარეთ სიცივის არეშინია, მზის და მცხუნვარე სიცხისაც არეშინია. მადლობას გიხდით, იმედი მაქვს, რომ პატარა რჩევა შემოგაშველეთ, შემოგაწიეთ. იქით კვირაში ზურა იქნება ჩემთან ერთად და უფრო მჭექარეთ და ამაყად დაგიბრუნდებით. დროებით.